მოგესალმებით ბიჭებო და წარმოგიდგენთ ვიდეოს თუ როგორ ჩავთოთ FIFA 16 ჯერჯერობით კრაკის გარეშე ვართ დარჩენილები და ახალი ვერსია რომელთაც შეგვიძლია ჩავთოთ. უნდა გადმოვიწეროთ FIFA 16 რა თქმა უნდა 13.3 მოცულობის საიტიდან skidrow crack. აუცილებლად იმ დროს სხვა ვერსიები ვცადე და არ ჩაერთო. შემდეგში შევდივართ Origin-ზე, ანუ როგორ შევიდეთ ამ გვერდზე. საძიებო სისტემაში Origin.com და გიხსნის ამ გვერდს Free Games, Demos and Betas. პრინციპში ესაბამება გადმოვწერთ Origin-ის თვითონ პროგრამას, დავაინსტალირებთ კომპიუტერში. დავრეგისტრირდებით რეგისტრაციის დროს პაროლის გაკეთებისას პროგრამა მოხდოთ რომ 100 უნდა იყოს დიდი და არ დაგავიწყოთ სხვა შემთხვევაში პაროლს ვერ გააკეთებთ. შემდეგში ჩავთვალოთ Origins და აი აქ Free Games Demo and Betas რომ წერია გადმოვიწერთ აი მას აქ ხანა запуск მიწერია გადმოწერილი აქვს. თქვენ გეწევათ ზაგროზიც ან დაუნლოდად ინგლისურად. გადმოვიწერთ demo ვერსიას. demo ვერსიას ერთხელ მაინც ჩავთავთ, რომ ანუ დარეგისტრირდეს. გაასწორეთ პარამეტრებს, როგორც გინდათ, აი მე ყველაზე დაბალ FPS-ზე ვაყენებ, რადგან არ მაქვს ესეთი ძლიერი კომპიუტერი. ხოლოდ მინიმალურებს ეთანხმება, დაბალ რეზოლუციაზე დავაყენებ ეკრანს, თქვენს ნახავთ და ფანჯარაში ვაკნე. ოკეი, ჩავთავთ. ეს ყველაფერი თქვენმა გააკეთოთ, ამიტომ ყურადღებით უყურეთ. ან თუ უკვე იცით როგორ გააკეთოთ შეიძლება გადაახვიდეთ და შემდეგი ნაბიჯები ნახოთ ხო ამის მერე უკვე ხო მე სულ 4 მაქვს ოპერატიული მახსოვრობა ჩემ კომპიუტერთან აქ შეგიძლიათ შემოწმოთ ანუ როგორ კომპიუტერთან მიგდათ დაბლას voice properties ინგლისურად properties და 4 გიგაბაიტი ამ თლიან მოცულობას ითხოვს FIFA 4 ოპერატორს ამიტომ სხვა გვერდითი პროგრამები გამოთვლილი უნდა იყოს. ამებს კი იტანს, მაგრამ ხა ვიდეო ჩამწერი ჩართო და ამას ვეღარ იტანს, მაგრამ არა უშავს დროებით ადამიანი ვერსია გამოვთე. თინდეს კი აჩვენებს, რომ თქვენ დაინახოთ, ჩაერთო. ეს demo. მაგრამ მე სრულ ვერსიას გთავაზობთ ამის მიერ როგორ დავაყენებთ, ასე რომ არ დაგაგვით ამ ყველაფერმა. გამერთო ხო დაინახეთ ვეღარ აიტანა მაგრამ არა უშავს ჯამში ირთვება demo კაი ამ ჩამწერ იმას გამორთავ ჩაირთვება demo მოკლედ ამის მერე თქვენ აუცილებლად უნდა გადმოიწეროთ აი ეს FIFA 16 Super Deluxe Edition და ეს ორი პროგრამა დააყენოთ Creation Master 16 და File Master 15 ამის ინსტალერებს და ამ torrents მე აგიტვირთავ და ვიდეოს თქვენთ ლინკი იქნება გადმოსაწერი. დემოს კი თქვენ თვითონ გადამოიწერეთ Origin-დან, განახეთ უკვე როგორ. შემდეგ, აი ჯერ ნახოთ სად არის დაინსტალირებული Origin. პროგრამა ფაილი 86 ტიპაპკა იქნება. თქვენც 64 ბიტიან Windows-ებს აქვთ მხოლოდ ეს ტიპაპკა და FIFA-ს მხოლოდ 64 ბიტიანზე იქნება. Origin Games, Origin თვითონ პროგრამა და თამაშები Origin Games FIFA demo. აი აქა ჩაინსტალირებული. ეხლა ჩამოტვირთვებში მაქვს მე და თქვენც ასევე იქნებათ სავარაუდოდ. გავხსნათ. თქვენიც უნდა მომაკეთოს სხვა ფანჯარაში გავხსნათ. აი ეს Super Deluxe Edition. და რას ვაკეთებთ ამის მე? თლიან თამაშს. ვაკოპირებთ demos პაპკაში და ვიცი. მე შეიძლება ესეა. წავიდა. აქ დავაპაუზებ და რო გადაკოპირებთ 3.3 შემდეგ გავაგრძელებთ. თქვენ ამას ვერ იგრძნობთ, ვაპაუზებ. მას შეგავაგრძელეთ, აი მივედით აქ უკვე
უბრალოდ ვაკოპირებდით და დაგვრჩა აი გთხოვს ზემოდან გადაწერას, მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვნიშნოთ და კოპირებაც არა, copy არა, პირიქით, ნეკოპირებაც. ამას ვაჭერთ. აქაც ესევე пропустите. აი ასე. შემდეგი გზა რაც არის, ეს არის რომ origin game demo text-ით პაპკაში ვშლით data-ს და DLC-ს. udalits. შემდეგი ისე უბრუნდები გადამოწერილი original base text-ით და აქედან ვაკოპირებთ თავიდან. ეგრეა წესი. და ესე ვაკეთებთ. ამის შემდეგ ჩვენ მოვჭა აღარ გვჭირდება ეს ვაინსტალირებთ creation masters და file masters რომელიც ინსტალირებს ეს გითხარით უკვე დაგილინკავთ შევდივართ მდებარეობაში creation master-ისა template-დან ორ პაპკას დავაკოპირებთ და ისევ demos პაპკაში ვსვავთ. თავზე გადაწერით ამჯერად. შევდივართ DLS-ში და აი ეს მესამეს ვშლით საერთოდ. და სულ ბოლოს ვთქვათ file masters. უმჯობესია ადმინისტრატორის უფლებებით. ვძებნით demos პაპკას computers program files origin games და demo demo okay ველოდებით როდის აღმოჩენს ყველა ფაილს გავაგრძელებთ აი აღმოჩინა ყველა ფაილი და regenerate bh თუ აცხარი bh პარცხნა მაგალითად კუთხეში ორჯერ დავაჭერთ და აი მიმდინარეობს რეგენერაცია ფაილების რეგენერაცია ანუ ახალი ფაილების ჩანერგვა ესე ვთქვათ demos პაპკაში დიდი დრო არ ჭირდება აი ready ну ალბათ კომპიუტერს გააჩნია გამოვთავთ ისევ და ისევ origin-ში შევდივართ და აი ამ გამოფილეს ზემოთ ისევ მარცხენა კუთხეში with is set ინგლისურად offline უნდა იყოს თუ სტილს არ მახსოვს ამას დავაჭრეთ არაფრით არ უნდა დავტოვოთ online-ში ჩართული ავტონომიურ რეჟიმში ჯობია ჩავთვალოთ demo პარამეტრები ვაგნე okay მაგრამ უკვე ახალ ჩაყდებულ თამაშს აქ დოკუმენტებში აქ სხვა პაპკას გაიგეთებს უკვე demos-თვის სხვა არის ეს იქნება FIFA 16 უკვე ჩაყრეს სხვაზე აი როგორ აქვს FIFA 15-ს კი ისე გაიგეთებს ახლა ჩავთავთ ძამით Pedagogos გამოთო ეს იმას მთხოვს პროგრამების აი ოპერა გამოვთავ ამას თავისუფლად გისაფრთხოს კომპიუტერი და მოდით Steam-საც გამოვთავ როგორც ჩანს თავისუფლად ამ ოპერას შესაძლებლად ვიდეოსაც ვიწერ და ეგაც არის თავიდან ცოდოთ
Gotcha. Hey, დავაპაუზე ამ ვიდეო და ახლა ჩავთე რომ გამოჩენილიყო. ეს თქვენ შეეჩვენოს უნდა გამოიწვიოს უეჭველი ეგრე არის როგორც მივაკეთ. დროებით ჩაწერა დავაპაუზე რომ ჩართვისას პრობლემა არ მქონოდა. Თავიდან ჩვენი შეერთება რეალ მადრიდ და ამბავი და გაგება. აპაუზებთ, გამოვდივართ თამაშიდან. Okay. Okay. Which is ასეთ ბოგდით ბარსას ფანებო ვიღებ რეალ მადრიდს. თითქმის ნუ ერთია რომ დეფოლტ შემადგენლობები უკან პირველად როგორც გამოუშვა. ხედავთ ნებისმიერი ეს გახსნილი დეფოლტ შემადგენლობები უკან FIFA როდესაც გამოვიდა მაშინდელი დამიჯეთ არავითარი კრაკი არ მაქვს. It's okay, მივეცი. სანამ გავაკვირით იქნება. მოკეთ ყველაფერს საჭირო პროგრამას, ანუ torrents, სადაც შეგიძლიათ გადაიწვიოთ თამაში, file master-ის, creation master-ის ყველაფერს აგიტვირთოთ. აქვე განახებთ настройки, როგორ შევცვალოთ კნოპკები. პირველ რიგში assistant trainer FIFA-ს გამოვთვალოთ, უარი როგორ გარშემო ის რო გაქრეს. შემდეგ გადავდივართ, აი აქ towards the B. I see. Da. Akada divot. Khoda bonus sibili IS. Ukან გამოსვლა ისევ დათანხმება. Სიშეც დამიყენებია დარტყმაზე დამიყენებია. ისევ ახლა შეხვიდეთ თუ თქვენს ესე შეეშლით და სათითოდ. და ისიც ახოთ შევხვდით აქ ესვაი იქ დაწერია და ვითანხმდით და ვითანხმ გავასწორეთ ალბათ. ესე ჩვენი FIFA 16 ეს იყო ამ ყველაფერზე დამიჯეთ პარტს ვერ დააყენებთ. ამიტომ აიწოლეთ. დიდი მადლობა. თავუკვეთ ამ ვიდეოს და რა ვიცი, ზუსტად ესე გააკეთეთ.